საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება სტუდია 4 სტუდიაში ჟურნალისტი სოფო ცერცვაძე მუშაობს. მთავრობის ადმინისტრაციაში მოქმედი დეპარტამენტი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ თვითმმართველობებს და სამხარეო ადმინისტრაციებს კურირებს უწყება, რომელიც პირდაპირ მოვალეობას ზედამხედველობა გაუწევს ადგილობრივ უწყებების მუშაობას და შეასრულოს მედიატორის როლი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და რეგიონულ სამსახურებს შორის. როგორი პოზიცია აქვს გიორგი ამაშუკელს ქვემო ქართლის რეგიონის მიმართ და ხედავს თუ არა ხარვეზებს თვითმმართველობების მუშაობაში, რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული გაცნობიტი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა და რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს პროექტები ქვემო ქართლის რეგიონში. მთავარი მესიჯი პრემიერისგან და დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულება, როგორ სრულდება ჩვენს ქალაქში და რეგიონში ხალხისთვის მიცემული პირობა. დავალებები, რომელიც გიორგი ამაშუკელმა პრემიერისგან დანიშნვის პირველივე დღეებში მიიღო. რა უნდა გაკეთდეს და რა არ გაკეთდა ამ დრომდე? რა კითხვები აქვს მოსახლეობას მთავრობასთან და როგორია პასუხები? სტუდია 4-ის პირდაპირ ეთერში თქვენ შეკითხვებს მთავრობის ადმინისტრაციას, რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველობების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი პასუხებს. ბატონ გიორგი, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. სანამ საუბარს დავიწყებთ, მე მაყურებელს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერს შევახსენებ 0341 25 44 00. თქვენ შეგიძლიათ არეკოთ და კითხვა დაუსვათ ჩვენ სტუმარს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ბატონ გიორგი, საუბარი მინდა დავიწყოთ თქვენი თანამდებობით. დაახლოებით 1 თვის წინ თქვენ დატოვეთ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა და გადმოინაცვლეთ მთავრობის ადმინისტრაციაში, როგორც მინისტრმა ჯავახიშვილმა განაცხადა, თქვენ შემოგთავაზat სამინისტროში მუშაობა, თუმცა არ დათანხმდით. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და არ დათანხმდით მინისტრის შემოთავაზებას? რა იყო ამის მიზეზი და საინტერესოა, რომ ამაზე თქვენ არ გისაუბრიათ აქამდე მედიაში და ახლა ჩვენი ეთერის საშუალებით იქნებ გვიპასუხოთ ამ შეკითხვაზე. მოგესალმებით სოფო, მივესალმებით თქვენ ტელემაყურებელს. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ რეგიონში იმყოფება ამ ეტაპზე ოლიმპიური ცეცხლი და მინდა რეგიონის მოსახლეობას მიულოცო. აქ მართლაც ქალაქ რუსთავში მართლაც საზეიმო განწყობას უფევს და თითოეულ ჩვენ თანამოქალაქეს ვილოცავ ამ საზეიმო განწყობას. ეხლა რაც შეეხება ჩემს მიერ ბოლო პერიოდში სამსახურის ცვლილებას, მოგახსენებთ, რომ რამოდენიმე თვის წინ განხორციელდა საკადრო გადაადგილებები, საკადრო ცვლილებები, ეს ცვლილებები შეეხო სამთავრობო გუნდსაც, იქ იყო სხვადასხვა მიზეზები და სხვადასხვა საფუძვლები. თქვენ მართალი ბრძანეთ თქვენ კითხვაში. მე ბატონ ნოდარ ჯავახიშვილთან მქონდა საუბარი და მისგან მივიღე მართლაც შემოთავაზება, რომ იგივე თანამდებობაზე, ანუ მინისტრის პირველ მოადგილედ დარჩენილიყავი და გვემუშავა და გვეთანამშრომლა. თუმცა ამავდროულად მე პრემიერ-მინისტრისაგან მივიღე დავალება, რომ მე ხელმძღვანელა აღნიშნული დეპარტამენტისათვის. თქვენ იცით თუ როგორი არის პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება თვითონ რეგიონების მიმართ და როგორ მნიშვნელობას ანიჭებს ის რეგიონის ეფექტურ და მდგრად განვითარებას. მას არაერთხელ განუცხადებია, რომ ძლიერი რეგიონი არის ერთადერთი საფუძველი ძლიერი საქართველოს შექმნისათვის. შესაბამისად, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრმა ამ ეტაპზე გადაწყვიტა, რომ ჩემი რესურსი უმჯობესია გამოყენებული იქნეს კონკრეტულად აი ამ თანამდებობაზე, მეც როგორც საჯარო მოხელე ვიმყოფები ქვეყნის სამსახურში და ქვეყნის მეთაურის დავალებებს ვასრულებ. აქაც თან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი საკმაოდ გამოცდილი კადრი არის და მისი წარსულიდან გამომდინარე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და ის ჩემ გარეშე სათანადოდ გაართმევდა ესე ვთქვათ თავის ნაკისრვალდებულებებს თავს, ხოლო ჩემი რესურსი მიზანშეწონილად ჩათვალა ბატონმა ირაკლიმ გამოყენებული ყოფილიყო კონკრეტულად აღნიშნულ თანამდებობას. და ბატონ ირაკლის გადაწყვეტილებით გადახვედით უკვე მთავრობის ადმინისტრაციაში, ესე იგი. მხოლოდ ეს იყო მიზეზი, სხვა არაფერი. კარგით. ბატონო გიორგი, დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელოდაც თქვენ დაინიშნეთ, რა ხარვეზები დაგვხვდათ და ფუნქცია მოვალეობები რომ გითხრათ რა არის თქვენი? კი ბატონო, დავიწყოთ კონკრეტულად ფუნქცია მოვალეობებით. აქ საკმაოდ ვრცელი ფუნქციების მატარებელია ჩვენი დეპარტამენტი, მაგრამ თქვენ ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ ძირითად მნიშვნელოვან ფაქტორებზე. პირველი ეს გახლავთ ზოგადი კოორდინაციის უზრუნველყოფა. აქ იგულისხმება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, გუბერნიის ადმინისტრაციასა და კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს შორის ეფექტური კოორდინაციის, ესე ვთქვათ, უზრუნველყოფა, რათა პროექტების და სხვადასხვა საკითხების გადაჭრა მოხდეს დროულად, ეფექტურად.
გარდა აღნიშნული ფუნქციისა, ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ეს გახლავთ სამართლებრივი ზედამხედველობის ფუნქცია კონკრეტულ მუნიციპალიტეტებზე, კერძოდ საკრებულოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების შესაბამისობა საქართველოში მოკმედ სხვა კანონმდებლობასთან და ასევე მთავრობის განკარგულებებით და გადაწყვეტილებით მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ხელშეწყობა გახლავთ კიდევ ერთი ფუნქცია ჩვენი დეპარტამენტის. ასევე ჩვენ ვახორციელებთ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების პროგრესის მონიტორინგს. აქ იგულისხმება ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით ხორციელდება, თუმცა არ უნდა აგვერიოს, რომ კონკრეტულად პროექტების მართვა და ესე ვთქვათ მენეჯმენტი პროექტების გახლავთ მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, ხოლო ჩვენ პროგრესის მონიტორინგს ვახორციელებთ და ვამზადებთ შესაბამის რეკომენდაციებს. გარდა ამისა, ასევე ჩვენი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისთვის საჭირო ორგანიზაციული და მატერიალური ხელშეწყობა. კონკრეტულად ჩვენი დეპარტამენტის მიერ შექმნილი არის შეიქმნა გუბერნიის ადმინისტრაციის დონეზე კონკრეტული ბაზები და ასევე მთელი რეგიონების მასშტაბით უკვე ამ ბაზებიდან გაერთიანებული ინფორმაცია იყრის თავს ჩვენ დეპარტამენტში არსებულ ბაზაში, სადაც ხდება როგორც ინფორმაციული ხასიათის საკითხების დაფიქსირება, ასევე წამოჭრილი კონკრეტული პრობლემების დაფიქსირება, მათი ანალიზი და შესაბამისი გადაჭრის გზებისათვის რეკომენდაციების მომზადება. კარგი, დიდი მადლობა, მაყურებელი გვიკავშირდება. საღამომშვიდობისა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. საღამომშვიდობის. გამარჯობათ ხალხო. მივესალმები თქვენს სტუმარს, თქვენს ასევე. მე რუსთავის მოქალაქე ვარ და მაინტერესებს ამ მდინარე პერიოდში, ანუ საფულის განმავლობაში, რათან ხარი გამოყოფილი ინფრასტრუქტურის სამსახურიდან და რა პროექტები უნდა განხორციელდეს ქალაქისთვის. რუსთავში. კარგით. ბატონ გიორგი, რა პროექტების განხორციელება იგეგმება ზაფხულის პერიოდში ჩვენს ქალაქში? აქ საკმაოდ დიდი ჩამონათვალი შეიძლება გამოგვივიდეს. კონკრეტულად ანუ პროექტები, ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ორი წყაროს საშუალებით. ერთი ეს გახლავთ თვითონ ქალაქ რუსთავის ადგილობრივი მუნიციპალური ბიუჯეტი, რომელსაც განკარგავს კონკრეტულად საკრებულოსთან შეთანხმებით მუნიციპალიტეტის მერი და ასევე გახლავთ რეგიონული განვითარების ფონდი, რომელიც ესე იგი არსებობს კომისია, რომელიც ანაწილებს უკვე კონკრეტულად მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილ პროექტებზე კვოტირებულ, ლიმიტირებულ თანხებს. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნულმა თანხამ შეადგინა 160 მილიონი, საიდანაც 20 მილიონი ლარი კონკრეტულად იქნება გამოყოფილი თქვენ რეგიონზე. აქ საუბარი არის კონკრეტულად რუსთავის შემთხვევაში არის როგორც გზის რეაბილიტაციის პროექტები, ასევე გახლავთ სანიაღვრე არხის მოწყობის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი. თქვენ გახსოვთ, რომ წლების განმავლობაში ეს პრობლემას წარმოადგენდა და არაერთხელ მოხდა მოსახლეობის სამწუხაროდ დატბორვა და ეს პრობლემა იქნება ერთხელ და სამუდამოდ. მოსახლეობას უფრო ნალექი შემთხვევაში რა ხდებოდა? დიახ, და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ წელს იქნება მოგვარებული. კარგი, ბატონ გიორგი, ჩვენი საუბარი შეფასებებით განვაგრძოთ. თქვენი დანიშვნის პირველივე დღეებში თქვენ მიიღეთ დავალება პრემიერ-მინისტრისგან, რომ გაცნობოდით რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებს. თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ, როგორ მიმდინარეობს ამჟამად ჩვენს რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორ შეფასებას მისცემთ თქვენ? პირველ რიგში, მოდით ცოტა უკანა პერიოდიდან დავიწყებ, ანუ ბოლო 2 წლის 2013-2014 წლის განმავლობაში მთლიანად რეგიონში განხორციელდა დაახლოებით 1200-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი. 2013 წელს მხოლოდ რეგიონული ფონდიდან გამოყოფილმა თანხებმა შეადგინა 36 მილიონი ლარი, ხოლო 2014 წელს 58,6 მილიონი ლარი იქნა დახარჯული ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. რაც შეეხება 2015 წელს, ამ დროისათვის რეგიონული ფონდიდან უკვე რეგიონის მუნიციპალიტეტებს გამოიყო 20 მილიონი ლარი, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კიდევ დამატებით 6,7 მილიონი ლარი იქნა გამოყოფილი. ძირითადად
საპროექტო სამუშაოები უკვე თითქმის დამთავრებულია. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს, მათი დიდი ნაწილი უკვე დაწყებულია, ხოლო დარჩენილ ნაწილზე უკვე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები და უახლოეს მომავალში დაემატება ეს პროექტებიც და დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. ხომ არ გაიწელა, როგორ ფიქრობთ სამუშაოების დაწყება? იცით, იმიტომ რომ რაღაც 1-2 თვის წინ თქვა რეგიონში ესეთი მასშტაბური სამუშაოები არ მიმდინარეობდა, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გულისხმობ, როგორც მიმდინარეობს დღესდღეობით. აქ ჩვენ უნდა მოსახლეობას განუმარტოთ პრინციპში ის პროცედურები, რომელთანაც არის დაკავშირებული კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება. პირველ რიგში, როგორც მოგახსენეთ, მუნიციპალიტეტი შუამდგომლობს სპეციალური კომისიის წინაშე და წარადგენს იქ თავის პრიორიტეტულ პროექტებს, რომელიც უნდა ამ წლის ბიუჯეტში რომ განახორციელოს. კომისია იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული პროექტის პროექტირების ნაწილის დაფინანსებაზე. შემდეგ ტარდება გამოცხადდება ტენდერი საპროექტო სამუშაოებზე. გარკვეული 1 თვე, 2 თვე ან 3 თვე იხარჯება კონკრეტული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყოფა ფულადი რესურსი თვითონ სამშენებლო სამუშაოებზე, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები და შემდეგ უკვე ხორციელდება პროექტები. ანუ როგორც ხედავთ, საკმაოდ გრძელი პროცედურა არის გასავლელი. სწორედ ამ კუთხით ჩვენ უკვე გვქონდა მუშაობა, მოვახდინეთ იმ პრობლემების და გამოწვევების იდენტიფიცირება და კონკრეტულად მიმდინარე შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა გრაფიკი, თუ როგორ უნდა მოხდეს უკვე გამოყოფილი თანხების წლის ბოლომდე მაქსიმალურად ეფექტურად ათვისება. აქ გვაქვს შემოვიღეთ ეგრეთ წოდებული კალენდარული გეგმა გრაფიკები, სადაც ყოველ თვიურ მონიტორინგს განახორციელებს მუნიციპალიტეტი უკვე სამშენებლო კომპანიის მიმართ, თუ როგორ მიმდინარეობს პროგრესი, ხომ არ არის ჩამორჩენა და ხომ არ არის საჭირო რაიმე რეაგირება. ასე რომ ამ გეგმის მიხედვით მე გარწმუნებთ, რომ წლის ბოლომდე ყველა პროექტი, რომელიც წელს იგეგმებოდა, აუცილებლად განხორციელდება. რაც შეეხება მომავალი წლისთვის, აქაც ჩვენ უკვე შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, კონკრეტულად კი ყველა ის პროექტი, რომელიც განხორციელებაც მუნიციპალიტეტს უნდა 2016 წელს. საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებული იქნება წლის ბოლომდე. როგორ ფიქრობ, მზად იქნებიან ამისთვის? კი, ჩვენ გვქონდა უკვე კონსულტაციები, სამუშაო შეხვედრებს სისტემატიურად მართავთ, როგორც მუნიციპალიტეტის გამგებლებთან მერთან, ასევე მათ შესაბამის სამსახურებთან იქნება შესყიდვების სამსახური, ზედამხედველობა, ინფრასტრუქტურული სამსახური. ყველანი არიან მობილიზებული, საკმაოდ ეფექტურად დავიწყეთ თანამშრომლობა და მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია და აუცილებლად განხორციელება, რომ წელს მომზადდეს ყველა პროექტი. შესაბამისად, ეს რას მოგცემს? ეს მოგცემს იმას, რომ იანვრის თვეში ჩვენ უკვე შევძლებთ დავიწყოთ სამშენებლო სამუშაოები და აღარ დაიკარგოს ეს დრო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისათვის. ბატონ გიორგი, კონკრეტული პროექტების შეთანხმება თუ ხდება თქვენთან? ან დეტალებს თუ ათანხმებენ პროექტების? აქაც ორი მიმართულება არის. ერთი მიმართულება ეს გახლავთ ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელებული პროექტები, სადაც განსახორციელებელი პროექტების გეგმა საკრებულოსთან თანხმდება და მუნიციპალიტეტი უკვე თვითონ საზღვრავს პრიორიტეტებს და ახორციელებს. რაც შეეხება რეგიონული ფონდით დაფინანსებულ პროექტებს, აქ კომისიაზე ხდება პრიორიტეტების წარმოდგენა. დღეის მდგომარეობით უკვე მუნიციპალიტეტებში არსებობს რეგიონული განვითარების კონკრეტული სამოქმედო გეგმები, რომლის შედგენაშიც მონაწილეობა ჩვენმა დეპარტამენტმაც მივიღეთ. კონკრეტულად ეს საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში განხორციელდა, სადაც ჩართული ვიყავით როგორც გუბერნია, ასევე მუნიციპალიტეტის და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე ჩვენი დეპარტამენტი და ასევე რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები. ასე რომ პრიორიტეტები უკვე განსაზღვრული არის და შესაბამისად მოხდა დაფინანსება და გვაქვს უკვე კონკრეტული გეგმა თუ მომდევნო 2 წლის განმავლობაში, წლევანდელ წელს თუ არ ჩავთვლით, რა კონკრეტული პროექტები უნდა განვახორციელოთ რეგიონში. პროექტების მონიტორინგს რაც შეეხება, ხდება თუ არა, კონტროლდება, ვთქვათ, ხარისხი იგივე, ვთქვათ, დასაქმებულის მუშაობის პირობების გაკონტროლება. აღნიშნულის ყოველდღიურ რეჟიმში კონტროლის და მონიტორინგის ფუნქცია აქვს თვითონ მუნიციპალიტეტს, თუმცა ასევე გუბერნიის სამსახურების საშუალებით და ჩვენი კონკრეტული მონიტორინგის სამსახურის მეშვეობით ჩვენც ასევე ვახდენთ მონიტორინგს და მონიტორინგის შედეგებს რეკომენდაციის სახით უგზავნით შესაბამის მუნიციპალიტეტებს. გასაგებია. რომელ პროექტებს მიიჩნევთ ქვემო ქართლში ყველაზე დროულად?
დროულად თუ მნიშვნელოვნად. დროული ალბათ ყველა პროექტი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ ვართ იმ რეალობაში, რომ ჩვენ სახელმწიფოს არ აქვს ის ფუფუნება, რომ კონდეს დიდი სახელმწიფო ბიუჯეტი და შევძლოთ ერთობლივად ბევრი პროექტის გაკეთება, განხორციელება, თუმცა მოთხოვნა და ამის საჭიროება არსებობს, მაგრამ ვართ ლიმიტირებული, თუმცა გვაქვს ის მოცემულობა, რაც უნდა გქონდეს. მე გამოვყოფდი და ხას გაუსვევდი რეგიონისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს ჩემი აზრით, ეს გახლავთ თბილისი-რუსთავის ჩხაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის მიერ და ეს გახლავთ ურბანული პროექტი, რომელიც ხელშეუწყობს რეგიონის და თვითონ ქალაქი რუსთავის განვითარებას, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, აღნიშნული სამუშაოები საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს, როგორც იცით, დღეისათვის, კერძოდ კი პირველი მესამე ლოდზე უკვე წელს გეგმავთ სამუშაოების დასრულებას, ხოლო რაც შეეხება შუა ლოდს, წელს უკვე ჩატარდება სატენდერო პროცედურები და მომავალ წელს აქტიურ ფაზაში შევა სამუშაოები. თან აქ კიდევ ერთ ფაქტორს გაუსვამდი ხაზს, რომ ჩვენ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, როდესაც მე წარმოვადგენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კონტრაქტორ ორგანიზაციას პირდაპირ პირობად ჩაუდეთ სახელშეკრულებოთ, რომ ადგილზე დასაქმებულ მუშახელის 80% სავალდებულოდ უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობა. დღეისათვის სადღაც საშუალოდ 250 ადგილობრივი რეგიონიდან მოსახლე არის დასაქმებული აღნიშნულ პროექტზე. როდესაც მესამე პროექტიც, ანუ მესამე ლოტიც დაიწყება, კიდევ უფრო მოიმატებს ეს რიცხვი. ბატონ გიორგი, ძალიან ბევრს საუბრობენ ამ ავტობანზე, რომ შესრულებული სამუშაოები არის უხარისხოდ შესრულებული. თქვენ რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? იცით, მცდარია აღნიშნული შეფასების გაკეთება, მანამ სანამ არ იქნება გზა დამთავრებული და მიღება ჩაბარების აქტი გაფორმებული. ანუ მშენებლობა არის ცოცხალი პროექტი. იქ ხდება ხარვეზები, რომელიც მთავარია უნდა გამოსწორდეს სანამ გზა დასრულებულია. მე უფრო მეტსაც გეტყვით. როდესაც გზა დასრულდება და გაფორმდება მიღება ჩაბარების აქტი, ამის შემდეგ არის კიდევ 2 წლიანი საგარანტიო პირობები. და ამ პირობების უზრუნველყოფის მიზნით კომპანიას კონტრაქტის საერთო ღირებულების 2.5% აქვს დაკავებული. ანუ აქ საკმაოდ სოლიდურ თანხაზე არის საუბარი. ანუ 2 წლის განმავლობაში თუ კი რაიმე დეფექტი გამოვლინდა გზას, რომელიც შეიძლება პირველ ეტაპზე არ ჩანდა, კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ შეასრულოს და აღმოფხვრას აღნიშნული ხარვეზი. შესაბამის ვადაში. ბატონ გიორგი, მესამე მონაკვეთი სად გაივლის თუ გაქვთ ინფორმაცია ავტობანის? ძალიან ბევრს საინტერესობს, იმიტომ რომ დასახლებულ პუნქტთან არის ეს მონაკვეთი. ცით ახლა მე გამიჭირდება ზეპირად ამ საპროექტო მონახაზის ახსნა, ეს შეგიძლიათ ყველა დაინტერესებულ პირს მიმართოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, იქ ინახება აღნიშნული საპროექტო დოკუმენტაცია და ისინი მიიღებენ ყველა ინფორმაციას. გარდა ამისა, პროექტის დაწყებამდე მოეწყობა საჯარო განხილვები, ეს აქამდეც მოხდა, ანუ საჯარო განხილვაზე ხდება პრეზენტაცია პროექტის ადგილობრივი მოსახლეობისათვის, თუ სად გაივლის, როგორ გაივლის, რა ეფექტი იქნება, რა ვადაში იქნება და ასე შემდეგ. კარგი, ბატონ გიორგი, თქვენ უკვე გამართეთ შეხვედრა ჩვენი რეგიონის პირველ პირებთან. რა პრობლემები გამოიკვეთა? რა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით რომ გითხრათ? აქ მე კონკრეტულ რაიმე ესეთ პრობლემას არ გამოვყოფდი, გარდა იმ გამოწვევების, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვს სამსახურებს და ეს ჩვეული მოვლენაც არის და ჩვენ ვმუშაობთ აღნიშნული პრობლემის აღმოფხვაზე. მე სხვათა შორის ხაზგასმით აღვნიშნავდი იმას, რომ საკმაოდ კარგი გუბერნატორი ყავს და ეფექტური გუბერნატორი ყავს აღნიშნულ მხარეს, ბატონი პაატა გახლავთ ხალხის მსმენელი გუბერნატორი, ესე ხაზგასმით აღვნიშნავდი, იმიტომ რომ მასთან ყოველი ჩემი შეხვედრა ეს არის მოსახლეობის ტკივილის გადმოცემა ჩემთვის, მოსახლეობის საჭიროებების მოწოდება, ასე რომ ბატონ პაატას კონკრეტულად მართლაც ეს ხალხი დაუფასებს კიდევაც ამ შრომას და იმას, რასაც ის აკეთებს რეგიონის მოსახლეობისათვის. რას გეუბნებათ გუბერნატორი ძირითადად მოსახლეობა რას ითხოვს? გუბერნატორი ძირითადად გვეუბნება, რომ იქნებ მოვნახოთ დამატებითი რესურსი, რომ გავახორციელოთ დამატებითი პროექტი და გავაკეთოთ უფრო მეტი სიკეთე ხალხისთვის. ჩვენ შეძლების ფარგლებში და იმ რესურსის გათვალისწინებით, რაც სახელმწიფოს გააჩნია, ვუდგევართ გვერდზე და ვცდილობთ, რომ განვახორციელოთ მაქსიმალურად მეტი პროექტი, როგორც ამ რეგიონში, ასევე სხვა რეგიონებში. ზოგადად რომ შეაფასოთ ქვეყნის მასშტაბით რეგიონული პროექტების საჭიროება, რამდენად იდენტურია ეს პრობლემები? არა, ეს იდენტური არის, განსაკუთრებულად ახლა რეგიონების მასშტაბით დგას წყალმომარაგების პრობლემები, რაც ყველგან ხდება, განსაკუთრებით აქ საუბარი არის უფრო სოფლის მოსახლეობაზე, თუმცა დაბებშიც და
დიდ ქალაქებშიც მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევებში არის 20 საათიანი მოწყალმომარაგება, თუმცა მუშაობთ აღნიშნულ პროექტებზე, არის სახელმწიფო სესხები აღებული სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებიდან და ეს მდგომარეობა აუცილებლად კონკრეტული სტრატეგია არსებობს, რომ გარკვეულ წლებში იქნება სრულად მოგვარებული. კარგი, დიდი მადლობა პასუხისთვის. მეწარმეობის პროგრამის მიმდინარეობა რომ შევაფასოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროცესი და მოხდა თუ არა დაგეგმილის მიღწევა საინტერესოა. აღნიშნული პროექტები პრინციპში მე ერთობლიობაში მოვიხსენიებ იმ სახელმწიფო პროექტებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება და მე აქ მაქვს წამოღებული თქვენ რეგიონთან მიმართებაში კონკრეტული სტატისტიკა, რომელსაც გავაცნობთ ერემაყურებლებს, კონკრეტულად შეღავათიანი აგროსესხები საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის. სულ დაფინანსდა თქვენი რეგიონის მასშტაბით 4518 პროექტი, საერთო ღირებულებით 63.9 მილიონი ლარი. შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო სამეურნეო საწარმოებისათვის. დაფინანსდა 121 პროექტი დღეისათვის, საერთო ღირებულებით 13.9 მილიონი ლარი. აწარმოეს საქართველოს ფარგლებში. საპრივატიზაციო ქონება უკვე არის გამოტანილი და გამზადებული აუქციონზე გამოსატანად, საერთო ჯამი ფართობის შეადგენს 63.497 კვადრატულ მეტრს, ღირებულობით 1.2 მილიონი ლარი, ხოლო რაც შეეხება მიწის ნაწილში, ანუ საერთო ფართობებს 155 ჰექტარის ოდენობის მიწა არის გამზადებული საპრივატიზაციოდ. საკმაოდ მასშტაბური პროექტებია. ბატონ გიორგი, რა ვალდებულებები აქვს თვითმმართველობას დეპარტამენტის მიმართ? განმარტება რომ გავაკეთოთ ერთგვარი. არა, თვითმმართველობა ეს გახლავთ თვითონ პრინციპი თვითმმართველობის არის ის, რომ ის არის თვითმმართველი ორგანო, მას რაიმე კონკრეტული ვალდებულებები ჩვენს მიმართ არ გააჩნია. კარგით, გასაგებია. ბატონ გიორგი, თქვენ ფლობთ საკმაოდ სანდო ინფორმაციას პრობლემური და მოგვარებული საკითხების შესახებ რეგიონში. როგორ ფიქრობთ, რამდენად გაამართლოს თვითმმართველობებმა ხალხის იმედები? ცით ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის და ცოტა ალბათ ვრცლად ჯობია ამაზე პასუხი რომ გავცეთ. ნახეთ, თვითმმართველობის რეფორმა იყო ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დაპირება და მე და გამოვყოფთ, რომ პირველი მსხვილი წინ გადადგმული ნაბიჯი ეს გახლავთ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები. თუმცა აღნიშნული არჩევნებით რეფორმა არ დასრულებულა და ეს გაგრძელდა და ყოველდღიურ რეჟიმში უკვე 2014-2015 წლების მიმდინარეობისას ხდება გარკვეულ კანონ პროექტებში ცვლილებების შეტანა და არსებული პროცედურების დახვეწა, გაუმჯობესება. გარდა ამისა, გამოიკვეთა საჭიროება ჩვენი საჯარო მოხელეების, რომლებიც მუნიციპალიტეტში მოღვაწეობენ, დღეს მათი გადამზადების, მათი კვალიფიკაციის ამაღლების. ეს კვლევებითაც დასტურდება და ამის საჭიროება არაერთხელ გაჟღერდა გუბერნატორების და თვითონ გამგებლების და მერების მიერ. კონკრეტულად ამ მიზნით 2015 წელს რეგიონული განვითარების სამინისტრომ უკვე მოამზადა რეგიონული განვითარების სამინისტროს შემავალმა ვანო ხუხუნეიშვილის სახელობის სასწავლო ცენტრმა მოამზადა 14 მოდული, რომელთაც გადამზადებას გაივლიან კონკრეტული მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები და აქ არის საკმაოდ დიდი ჩამონათვალი. მე მაგალითისათვის მხოლოდ რამოდენიმეს აღნიშნავ, ეს არის პროექტების მართვა, ქონების მართვა და განკარგვა, სახელმწიფო შესყიდვები, პროგრამული ბიუჯეტი, შიდა აუდიტი და ასე შემდეგ. ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ყოველდღიურად უწევთ შეხება საჯარო მოხელეებს და ამ კუთხით ტრენინგები დაიწყება. უფრო მეცაც გეტყვით, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან და მსოფლიო ბანკისაგან მიიღო გრანტი დაახლოებით 7 მილიონი დოლარის ოდენობით, რომელიც სწორედ მოხმარდება კიდევ ერთხელ მუნიციპალიტეტების ინსტიტუციონალურ განვითარებას. აღნიშნულ პროგრამასთან მიმართებაში ეხლა მიმდინარეობს იმ საკონსულტაციო კომპანიების შერჩევა შეფასების ეტაპი მიმდინარეობს, რომლებმაც უნდა განახორციელონ კონკრეტული გადამზადება. ეს კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი საჯარო მოხელეების, ესე ვთქვათ, კვალიფიკაციას და ასევე იქნება ორიენტირებული კონკრეტულად რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაზე, კერძო ინვესტიციების მოზიდვაზე და პროექტების სწორად და ეფექტურად განხორციელებაზე. ბატონ გიორგი, თქვენ რა ხარვეზებზე შეგიძლიათ ისაუბროთ თვითმმართველობის მუშაობის კუთხით? არის კი პრობლემები? მე როგორც აღვნიშნე,
არის რა თქმა უნდა პრობლემები და ვით საქმეს აკეთებს, იმას აქვს ყოველთვის პრობლემა. მე ამას უფრო დავარქმევდი გამოწვევებს და მე უკვე ვისაუბრე, რომ ეს არის კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება, თვითონ ჩვენ საჯარო არის დღეს კვალიფიკაციის მხრივ. ჩვენ გვაქვს საჭიროება, ეს კვლევებით დასტურდება, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს კვალიფიკაცია, რათა მოხდეს დღევანდელ მოთხოვნებთან სრული ადაპტირება ჩვენი საჯარო მოხელეების. კარგით. ბატონ აქ საუბარი მაქვს სპეციალისტებზე და სამსახურის უფროსებზე. რამდენად ხშირი იქნება სამუშაო შეხვედრები რეგიონებში? ჩვენ სისტემატიურ კონტაქტზე ვართ, სისტემატიურად მოგზაურობთ რეგიონებში. მე ჩემი დანიშვნის პირველივე კვირაში ყველა რეგიონი შემოვიარე და ყველა რეგიონის თითოეულ მუნიციპალიტეტთან მქონდა საუბარი. მოვახდინეთ მათგან, მოვისმინეთ ყველა ის საკითხები, რომლებიც მათ მოსახლეობას ტკივა დღეისათვის, მოხდა ამის ანალიზი და ვმუშაობთ პრობლემების გადაწყვეტაზე. ეს გაგრძელდება სისტემატურად. ბატონ გიორგი, თუ შეგეძლიათ რომ გითხრათ სამომავლოდ ისეთი მასშტაბური პროექტის შესახებ, რომელიც განხორციელდება ჩვენს რეგიონში და ჯერ ვთქვათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს მოსახლეობას. მე გამოვყოფდი, დაგეგმილი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი რამოდენიმე პროექტი, როგორც ყარინარჩენების კუთხით, ასევე სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ მე ხას გაუსმევდი უკვე თბილისიდან წითელი ხიდის მიმართულებით ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობას. მთავრობამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომ 2020 წლისათვის ავტობანი სარფიდან წითელი ხიდის ჩათვლით იყოს დასრულებული, ვინაიდან ჩვენ ვართ სატრანზიტო ქვეყანა და აღნიშნული ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა აშკარად ხელშეუწყობს სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას, რაც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება და ასევე კონკრეტულად თქვენი რეგიონის შემთხვევაში თვითონ რეგიონის პოტენციალი სატრანზიტო მნიშვნელობის კუთხით იქნება გაზრდილი. აღნიშნულ პროექტზე უკვე სულ მალე გამოცხადდება ტენდერი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადების კუთხით, რის შემდეგაც იქნება მომზადება საპროექტო დოკუმენტაცია და დაიწყება უკვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა. კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი გველოდება წინ. ეს იქნება მულტიმილიონიანი პროექტი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის, საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ. გადაცემის მეორე ბლოკის თემა ოლიმპიური ფესტივალია. ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში პირველად ბათუმში შემოვიდა, შემდეგ მოიარა უკვე დასავლეთ საქართველო. ქვემო ქართლში 2 ივნის წალკა, თეთრიწყარო და დმანისი მოიარა, 3 ივნის უკვე ბოლნისი და მარნეული, ხოლო 4 ივნის რეგიონში ბოლო ესტაფეტა გარდაბანში დაიწყო და რუსთავში დასრულდა. წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმრებს, ქვემო ქართლის გუბერნატორს ბატონ პატა ხიზანაშვილს და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს ალეკო ახვლედიანს. პირველს ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ბატონ პატა, ჩირაღდანი თქვენ პირველად დაანთეთ, რამდენად მნიშვნელოვნად აფასებთ ფაქტს, რომ მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიადა სწორედ ჩვენს ქვეყანაში ტარდება. მოგესალმებით და გილოცავთ ყველას ასეთ ბედნიერ დღეს. იმიტომ რომ დღეს საოცარი ემოციური დღე იყო. ჩვენ ყველანი ვიყავით თანამონაწილენი იმზე იმისა და დღეს გამოჩნდა რომ ოლიმპიური მოძრაობა და ზოგადად მოძრაობა მშვიდობისათვის, მოძრაობა სიყვარულისთვის, მოძრაობა სპორტისთვისა და ჯანმრთელობისთვის ეს არის ყველაზე მთავარი. და საქართველოს აი ამ ესტაფეტას იღებს და დღეს მთლიანად აჩვენებს მსოფლიოს თუ როგორი უნდა იყოს ეტალონურად, როგორი უნდა იყოს ქვეყანა, როგორ შეიძლება რომ მიუხედავად იმისა, რომ რაღაც გარკვეული გარეშე ხელი შეშლებია, მიუხედავად ამისა, ჩვენ ხალხი, ჩვენი მთავრობა მზადაა ყოველთვის იმისთვის, რომ შექმნას ღირსეული პირობები და მთელ მსოფლიოს აჩვენოს. თუ როგორია ოლიმპიური მოძრაობა, როგორია მოძრაობა მშვიდობისათვის, როგორია მოძრაობა სიყვარულისთვის. ბატონო ალეკო, ევროპის ოლიმპიურმა ოჯახმა 2010 წელს ფარული კენჭისყრით თბილისში შეარჩია სწორედ აი ამ ოლიმპიადის მასპინძლად. როდის დაიწყება ფესტივალი და როდის დასრულდება? დიახ, მოგესალმებით პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე პირველად ვარ თქვენ სტუდიაში და მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო და დღეს რაც ნახეთ როგორ მუშაობდა თქვენი გუნდი, მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონალური ტელევიზია და მიხარია რომ დღეს თქვენი სტუმარი ვარ. რაც შეეხება ოლიმპიური ფესტივალის გახსნას 26 ივლისს 20 საათზე საზეიმოდ გაიხსნება თბილისში ოლიმპიური ფესტივალი და დახურვა გვექნება 2 აგვისტოს. მინდა გითხრათ რომ ბატონმა პატამ ბრძანა გარკვეულწილად ამ ოლიმპიური ფესტივალის მნიშვნელობაზე, მაგრამ ეს არის ყველაზე მასშტაბური, არა მხოლოდ სპორტული, საერთოდ ყველაზე მასშტაბური ღონისძიება საქართველოს ისტორიაში
რაც კი ოდესმე ჩატარებულა, იმიტომ რომ ჩვენ ველოდებით სადღაც 4000-მდე სტუმარს, ასევე 4000-მდე ოფიციალურ პირს და პლუს გულშემატკივრებს. სპორტსმენი რამდენი იქნება? სპორტსმენი უკვე რეგისტრირებულია 3800-ზე მეტი სპორტსმენი, თუმცა კიდევ არის ვადა 30 ივნისამდე საბოლოო დაზუსტებისთვის. ყოველ შემთხვევაში დაახლოებით, იმიტომ ვიძახი რომ დაახლოებით 4000-მდე სპორტსმენს ველოდებით. გარდა ამისა ოფიციალური პირები, გარდა ამისა გულშემატკივრები, გარდა ამისა ჟურნალისტები, იმიტომ რომ ფაქტობრივად ამ პერიოდში როგორც მინიმუმ ევროპის და მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა სწორედ თბილისი და აღნიშნული ოლიმპიური ფესტივალი ხშირად ისმის კითხვა, რას გვაძლევს ოლიმპიური ფესტივალი. პირველი ეს არის ცნობადობა და წარმოიდგინეთ, როდესაც ხშირად გქონია ალბათ ჩვენს ტელემაყურებელს ესეთი შემთხვევა, როდესაც უხსნის, სად არის საქართველო, ვერიგებენ და გიწევს ახს და იმის გვერდით. ამ ოლიმპიური თამაშების ჩატარების შემდგომ, როდესაც იტყვი, რომ შენ ხარ საქართველოდან, ეს ცნობადობა 1000 იქნება გაზრდილი. და მეორე და ერთ-ერთი უმთავრესი რაც არის ოლიმპიური თამაშები ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ახალგაზრდული თუ დიდების. ოლიმპიური მოძრაობა არის ოლიმპიური მოძრაობა, ოლიმპიური თამაშები არის ოლიმპიური თამაშები. როდესაც იგივე ვთქვათ, ინვესტიციების კუთხით, ტურიზმის კუთხით და ასე შემდეგ. როდესაც შენ ერთ განცხადებას აკეთებ, როიცი, გასულ წელს, ან 2 წლის წინ, ჩემს ქვეყანაში ჩატარდა ოლიმპიური თამაშები, იქ უკვე ზედმეტი კითხვები აღარ ჩნდება. იმიტომ რომ არასტაბილურ სუსტ ქვეყნებში ოლიმპიური თამაშები არ ტარდება. თუნდაც მიაღწიო იმას, რომ შენ ეს მოიგო, როგორც თქვენ აღნიშნეთ 2010 წელს, იცით რომ და ხშირად გაშუქებულა, რომ ყოველ სამთვეში ერთხელ ჩვენ გავდივართ ინსპექტირებას ევროპის ოლიმპიური კომიტეტის და მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან, შეგიჩერებენ როგორც კი რაიმე საორგანიზაციო საკითხში იქნება შეფერხება. ან სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება თანამედროვე, ან პოლიტიკური სიტუაცია არ იქნება, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მსგავსი პრობლემა ხომ არ დგას? რაც არ დგას, იმიტომ რომ ჩვენ ბოლო პერიოდში გავიარეთ ბოლო 6 ინსპექტირება, უკვე როგორ არის იცით, თავიდან იწყება წელიწადში 2ჯერ, შემდგომ იწყება უკვე თქვათ ყოველ კვარტლური და ეხლა უკვე გადასული ვართ ყოველ თვენახევარში ერთხელ. ყოველთვის მიიღო და უშუალოდ შემდგომ ანგარიში მისდის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის ბატონ პრემიერ-მინისტრს. ყოველთვის საორგანიზაციო კომიტეტმა მიიღო უმაღლესი შეფასება და მე სხვათა შორის, როდესაც სწორედ ათენში ვიმყოფებოდით ოლიმპიური ცეცხლის ზანთების წინ, იქ იყო რომ აი როგორ ემზადებით, რა ხდება, ვიცით რომ რაღაც კარგი ხდება, რაღაც განსაკუთრებულს აკეთებ. მე უთხარი ერთი რამ, ჩვენ მეტი გზა არ გვაქვს, იმიტომ რომ და ვაჩვენე ჟესტი, როგორც საუბრობს ამ ოლიმპიადაზე პრემიერ-მინისტრი. ის იძახის ეს ხელს აწევს ხოლმე და აი უმაღლეს დონეზე უნდა ჩატარდეს. და ჩვენ ამის პირობას ვდებთ, რომ 2 და 3 აგვისტოს ყველა ჩამოსული ჩვენი დამკვირვებელი იტყვის, რომ საქართველოში ჩატარდა ერთ-ერთი საუკეთესო ოლიმპიური ფესტივალი და ეს გვაძლევს რას? ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საქართველოს მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს საერთოდ ახალი სტატუსით. როგორც მაღალი დონის, არა მარტო სპორტული, მაღალი დონის ღონისძიებების ჩამტარებელი ქვეყანა, იმიტომ რომ ერთია სპორტული ნაწილი, მეორეა იგივე ჩვენი მოხალისეები, სხვათა შორის რუსთავიდანაც არიან ჩვენთან გაწევრიანებული და საკმაოდ ყველაზე ერთ-ერთი აქტიური მოხალისეები და დღესაც ამ ღონისძიებაში იყვნენ ჩართული. თქვენ წარმოიდგინეთ 240-ზე მეტი ქვეყანაა მსოფლიოში. ჩვენ ვართ 35 ქვეყანა ისტორიაში, სადაც ოლიმპიური ცეცხლი არის დამყოფი. თქვენ წარმოგიდგენთ, რამდენი გრანდიოზული ქალაქია, გრანდიოზული სიდიდით ვიძახი. თქვა თუნდაც იგივე ეკონომიური სიძლიერით, სადაც ოლიმპიური ცეცხლი არ ყოფილა და დღეს რუსთავში ბრძანდება ოლიმპიური ცეცხლი. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, გეთანხმებით. ბატონ პატა, რამდენად მომზადებული დახვდა ჩვენი მუნიციპალიტეტები ოლიმპიურ ცეცხლს? შეიძლება დავასწრო? დავასწრეთ. ჩემთვის იყო სრული შოკი. აი სრული შოკი, რაც მოხდა ქვემო ქართლში.
თუნდაც მე ძალიან გთხოვთ მე თუ გექნებათ საშუალება ჩვენოთ გუშინდელი მარნეულის კადრები თუნდაც ვთქვათ როგორ მოხდა კონკრეტულად ჩვენ ვაშუქებდით ეს იყო სრული შოკი ნუ აღარ ვიძახი რუსთავს მაინც ქალაქია მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას აი ამ მართლაც ისტორიული ფაქტის ამ დონეზე დახვედრისთვის დღეს მართალია ძალიან ნერვიულობდა ტაქტუქსა ყველა ბატონმა პატამ, მაგრამ დამერწმუნეთ რომ მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო მასპინძელი იყო ქვემოქალაქე. უფრო უკეთესი უნდა და რა თქმა უნდა, დღეს ცოტა მზემ შეგვიშალა ხელი, რუსთავში იცით რომ სხვანაირი მზე იცის და მაგრამ მაინც ვძლიეთ ამას და მე მგონი მართლა ძალიან ლამაზი ზეიმი მოვაწყეთ. და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის ბატონო ალიკო რომ თქვენ ათენიდან ცეცხლი ჩამოაბრძანეთ სწორედ საქართველოში. ანუ ოლიმპიადიდან ეს ესეთი მნიშვნელოვანი რამე თუ ცეცხლი, ათენი, ოლიმპიადის სამშობლო და კავკასიონი არიან კავშირში, ისეთი სხვანაირი კავშირი და სხვანაირი მითითება ამაზე, ეს მითებში, არა მარტო მითებში, არამედ ამაში სხვა სიბრძნედებს ამ მომენტში და ყოფილ საბჭოთა კავშირში და აღმოსავლეთ ევროპაში გასულ წელს ზამთარში იყო, სხვა შორის ბოლო ცეცხლი საბერძნეთში აინთო რუსეთისთვის. შემდგომ აინთო საქართველოსთვის. მეტი აი ამ უზარმაზ ეს არის პლანეტის 1/13, ხო? ყოფილი საბჭოთა კავშირი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. პირველი იყო რუსეთის ჩაშლა, ისიც ზამთრის თამაშები და აინთო საქართველოსთვის. და სიმბოლურია რა? ქურუმი თქვენ ალბათ გქონდათ ამის გაშუქება, როდესაც საბერძნეთში საქართველოსთვის აინთო ეს ოლიმპიური ცეცხლი. ქურუმი, რომელმაც აანთო ჩვენი ოლიმპიური ცეცხლი პანათინაიკოსის სტადიონზე, იგივე ქურუმი აანთებს რიოს ოლიმპიურ დიდ თამაშებზე ცეცხლს 2016 წელს. და რაც თავარია, რომ ეს ცეცხლი უბრალოდ ეს სიმბოლო კი არ არის და მართლა კავკასიასთან, არამედ ეს ცეცხლი არის ცეცხლი, რომელიც შემდეგ თითოეული ჩვენთაგანის გულში, თითოეული აი ჩვენი საქართველოს მაცხოვრებლის გულში ინთება და ეს ცეცხლი სხვანაირად გაგვაერთიანებს და სხვანაირად აღზრდავს პროგრესისაკენ სვლას. ბატონო, ანუ მუნიციპალიტეტები ღირსეულად შევხვდით ნამდვილად ღირსეულად, უფრო მეტიც რა. იცით ადამიანებმა აჩვენეს მართლა ისეთი, როგორია თავისუფლება, როგორია ნამდვილად აი ეს ურთიერთობები. ის აქ არ იყო რაღაც ნაძალადეობა, აქ იყო ყველაფერი ისეთი თავისუფლად სიყვარული, აქ იყო ძალიან ბევრი ადამიანი მოსული ბავშვებით, ათასობით ბავშვს რო ხედავ. ეს უკვე არის პროგრესი, ეს უკვე არის წინსვლა და თანაც ამდენ გახარებულ ადამიანს. მე ნამდვილად შეძლებული სელფი კიდევ ცეცხლსა და დღეს მინდა უთხრა რუსთავის მოსახლეობას და მიმდებარე ოლიმპიური ცეცხლი ხვალ 17 საათამდე იქნება რუსთავში, ვინც ვერ მოასწრო, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და გადაიღოთ ის ისტორიული ფოტო, რომელიც დღემდე არც ერთ თაობას არ ქონია ამის საშუალება რომ გადაიღოს და ალბათ მე ვერ მოვახერხე სამწუხაროდ და ალბათ ხვალ მომეცემა საშუალება რომ გადავიღო სელფი ცეცხლთან. კარგით, რამდენი სახეობა ფესტივალის პროგრამაში ბატონო ალიკო? ფესტივალის პროგრამაში არის 9 სახეობა, ეს არის ბრძლეოსნობა, ველოსპორტი, ჩოგბურთი, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი და ტანვარჯიში. და ასაკობრივი კატეგორიები როგორ არის? ეს არის 80 სახეობის მიხედვით არის 98, 99 წელს დაბადებული, 99, 2000 წელს დაბადებული ახალგაზრდები და მნიშვნელოვანია რომ ხო გერეთ თქვენ დარწმუნებული ვარ იქნებით მოგეცემათ იმის საშუალება გადაიღოთ ოლიმპიურ სოფელში რა ხდება ამ დროს ოლიმპიურ სოფელში აი საინტერესოა ოლიმპიურ სოფელში ჩატარებული სამუშაოები რამდენად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს რა შეგიძლიათ რომ გითხრათ დღეს მდგომარეობით რა სიტუაცია იქ მე უშუალოდ მონაწილეობდი 4 ოლიმპიურ ახალგაზრდულ ჩემპიონატ ოლიმპიადაზე, 2 დიდ ოლიმპიადაზე, თქვა თავიდან ბოლომდე პირველ დღიდან ბოლომდე ვიყავი ლონდონის ოლიმპიადაზე, ცხოვრობდი უშუალოდ სოფელში და მინდა დაგარწმუნოთ და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ კადრების ამოღება და ნახვა. გაცილებით უკეთესი და სტანდარტითაც, სილამაზითაც, დიზაინთაც გაცილებით უკეთესი ოლიმპიური სოფელი გვაქვს. მინდა დაგარწმუნოთ. მანამდეც ვადევნებდი თვალყურს და მანამდეც ხარისხიანი სამუშაოები, მართლა ხარისხიანად მიდიოდა სამუშაო. საკმაოდ ღირსეული ოლიმპიური სოფელი გვაქვს. ოლიმპიურ სოფელში იქნება, იცით, მაგ დროს ცოცხლდება საერთოდ, სხვა სიცოცხლე შემოდის ქვეყანაში. ამ ყველა აივანზე გადმოფენილი ყველა ქვეყნის 50 ქვეყანას მასპინძლობთ, ყველა ქვეყნის დროშა. მერე ეს
ამდენი 4000 სპორტსმენი ერთად გაერთიანებული, იქ მოძრაობენ, იქ ყოველდღიურად ჩვენ საორგანიზაციო კომიტეტმა მთავრობის დავალებით გავაკეთეთ ყველაფერი, რომ მაქსიმალურად ყოველდღიურად მივცეთ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ, ხო? დიდი ბრძოლა გადავიტარეთ, გარკვეული ბრძოლა უბრალოდ რომ მენიუში რაც შეიძლება წარმოჩენილი ყოფილიყო კვების დროს ქართული სამზარეულო. ასევე ყოველდღიურად ოლიმპიურ სოფელში ეს არ ხდება ხოლმე, ყოველდღიური ღონისძიებები გვაქვს, სადაც მიიღებენ ჩვენი როგორც ფოლკლორული ანსამბლები, ისე ჩვენი ჯგუფები ყოველ საღამოს მონაწილეობას, რათა უფრო უკეთ გაიცნონ. ამის გარდა ჩვენ ყველა სპორტსმენს ვატანთ სასაჩუქრე წიგნებს, სადაც ექნებათ საქართველოს შესახებ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკმაოდ, როდესაც საუბარია ტურიზმზე, ეს არ შეიძლება განიხილო როგორც 15-20 ერთჯერადად ჩამოსული ადამიანი. ეს არის 100,000-ობით მომავალ წელს და ან უახლოეს პერიოდში მოზიდული ტურისტი, თუ ტურიზმის მხრივ წავალთ, ხო? გარდა ამისა აშენდა საკმაოდ დიდი ბაზები, ახალი ბაზები და პირველად როგორც მინიმუმ აი ამ სახეობებში ჩვენ საქართველოში გვექნება საერთაშორისო სტანდარტების ბაზა. და რაც მთავარია ბატონო, ამაზე უხერხული ცოტა რუსთავში საუბარი ბატონმა ბატამ დაგვასწრო და FIFA-ს და UEFA-ს ისეთ ბაზას აკეთებს რუსთავში, რომ თბილისელებს აღარ დაგვიტოვა დიდი სატრაბახო, მაგრამ ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობას კი კვლავაც გავაგრძელებთ და ეს სპორტ სასახლეს აუცილებლად ჩასმულია გეგმაში. იმიტომ რომ რუსთაველები ყოველთვის იყვნენ სამაგალითონი სპორტში და ისინი იყვნენ ტონის მიმცემები რა ქართული სპორტისთვის, მათ შორის ოლიმპიური სპორტისთვისაც და ყველანაირად შეუწყობთ ხელს რომ იყოს ჯანსაღი თაობა, რომლებიც ხვალინდელ ქვეყანას სხვანაირად ააშენებენ. ბატონო, ანუ უახლოეს მომავალში არის სპორტის სასახლის მშენებლობა რუსთავში დაგეგმილი? კი, უახლოეს მომავალში ჩვენ ამას ტელევიზიის ექსკლუზივია, ხო? დიახ. ძალიან სასიახარულო და სასიამოვნო ფაქტი აღნიშნა ხო ბატონმა პატამ და რასაც გეუბნებოდით ბატონ ელკო წაღანის ყველაზე მნიშვნელოვანი ანუ ისიც არის ხო რომ ეს ინფრასტრუქტურა რომელიც ახლა წესრიგდება დარჩება საქართველოს და შემდეგ უკვე გამოიყენებენ სპორტსმენები და სპორტული ღონისძიებებისთვის იქნება გამოყენებული. რა თქმა უნდა. ანუ ამით იწყება როგორც გითხარით ახალი ეტაპი აბსოლუტურად ჩვენი ქვეყნის განვითარების და ხვალინდელი დღის. როდესაც ქვეყანაში ჩატარებული გაქვს ოლიმპიური თამაშები და მე რო არ დაიბნეს მაყურებელი უბრალოდ ვიტყვი რომ უკვე გასულ წელს მსოფლიო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება და ფაქტიურად თბილისში საბოლოოდ ქვია ფესტივალი და უკვე შემდგომი უკვე ოლიმპიური თამაშებია და ამიტომ ხმარობთ ჩვენ უკვე ამ ტერმინს როდესაც შეგაქვს ნებისმიერ სახეობას, აი განაცხადი ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაზე, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე ამ სახეობებში და შენ ადგენ იმას, რომ აი მე მაქვს რამოდენიმე წლის წინ, თუნდაც 1 წლის წინ, თუნდაც 5 წლის წინ ჩატარებული ოლიმპიური თამაშები ქვეყანას. იქ უკვე გაცილებით წინ ხარ. იმიტომ რომ ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გაქვს სერტიფიცირებული ბაზები, შენ გაქვს მოხალისეთა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ვოლონტერები, მოხალისეთა ჯგუფი, გადამზადებული კვალიფიციური მომსახურე პერსონალი და ასე შემდეგ და იქ უკვე კითხვის ნიშნები არ ჩნდება, გესმით? და წარმოიდგინეთ, ავიღოთ დღევანდელი ჩვენი სიტუაცია, ხო? ჯერ არ ჩატარებულა თბილისი 2015, მაგრამ ოლიმპიური კომიტეტი მუდმივი კონტროლის შემდგომ დღეებს რომ ყველაფერი მიდის გეგმაზომიერად, ყველაფერი მიდის ნორმალურად და უყურებენ ამ დაინტერესებას. რა მოიტანა 2015-მა უკვე? 2015-მა გადამწყვეტი როლი ითამაშა, რომ მომავალ წელს პირველად ისტორიაში ევროპის ტარდება თბილისი 2016, ანუ ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის ძლეოსნობაში. ეს არის ასევე ახალ ბაზაზე, ახლად აშენებულ ბაზაზე. ეს არის 50-ვე ქვეყანა, ეს არის 1500 სპორტსმენი, ამხელა მასშტაბი არ არის, მაგრამ 1500 სპორტსმენი და და მათი მომყოლი პირები. მოიტანა ევროპის გუნდური ჩემპიონატი ფრენბურგში.
რაზეც ვერც ვიოცნებებდით, იმიტომ რომ ელემენტარულად დარბაზი არ გქონდა. დღეს ჩვენ გვაქვს ორი მოიტანა სოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში ახალგაზრდული. ეს არის თბილისი 2017, ხო? ასევე განაცხადი აქვს შეტანილი ტანვარჯის, იმიტომ რომ ტანვარჯის აუშენდა უზარმაზარი და საკმაოდ მაღალი დონის სასახლე ახალ თბილისში და ამის პრეზენტაცია ჩვენ გვექნება და აუცილებლად მოგიწევთ თქვენს რომ ეს გააშუქოთ. გამიგეთ? აი უკვე ჯერ არ ჩატარებულმა იმის გამო რომ ჩვენ ვიღებთ ამ იღებენ რეკომენდაციებს რომ ეს ყველაფერი მზადება მიდის საკმაოდ მაღალ დონეზე, უკვე ეს მოიტანა და წარმოიდგინეთ, როდესაც დაიდება და მე გარწმუნებთ რომ დაიდება შეფასება რომ ეს ჩატარდა მაღალ დონეზე, რამდენი ღონისძიების მასპინძელი ვიქნებით თქვენ და აქ მინდა ძალიან საინტერესო დეტალს შევეხო და საუბრობდით მე და ბატონი პატა და სხვა შორის რა მოაქვს ამას? უფრო გაგებით რომ აუხსნათ მოსახლეობას. ამას მოაქვს ევროპიდან იქნება თუ სოფლის სხვა ქვეყნიდან მოაქვს თანხა, ხო? იმიტომ რომ თქვა იგივე თბილისი 2016, ხო? ძლევოსნობაში. ეს არის 2 მილიონი. 2 მილიონი, იმიტომ რომ ამ ღონისძიებას აფინანსებს ევროპის ფედერაცია, 2 მილიონი შემოსული ქვეყანაში. ეს ერთი მომენტია რომ 2 მილიონი გარედან შემოდის ქვეყანაში. ყველაზე საინტერესო არის სად ნაწილდება ეს 2 მილიონი. როგორ გინდა რომ ქვეყანა ამოვიდეს, ხო? ავიდეს მაღალ დონეზე. ანუ უნდა გაძლიერდეს ეს აქსიომაა, ხო? მცირე და საშუალო ბიზნესი, ხო? სად ნაწილდება ეს? ეს 2 მილიონი ნაწილდება სასტუმრო ბიზნესში, კვების ბიზნესში, ტრანსპორტის ბიზნესში, მცირე ბიზნესს როცა ვიძახით, თქვა, სუვენირები, საჩუქრები, ასე ანუ პირდაპირ მიდის იქ, რაც იმ ფენაში პლუს ტურიზმი, რაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენს ქვეყანას, გამიგეთ? აი ეს არის. კარგით, მუნიციპალიტეტს დაუბრუნდეთ, ბატონ პატა, კონკრეტულად რა ღონისძიებებით უმასპინძლეთ ცეცხლს, ოლიმპიურ ცეცხლს? მუნიციპალიტეტებს განსხვავებული ღონისძიებები დაიგეგმა? კი, ყველა აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტმა თავისი ორიგინალური ღონისძიება დაგეგმა და თანაც წინასწარ ქონდა უკვე გეგმა შედგენილი, წინასწარ მოგვაწოდეს ეს გეგმა, იყო რაღაცა კორექტივები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აი განსაკუთრებით ახლა მარნეულმა ისეთი მას შეძლო, ისეთი მართლა მასშტაბურად, ნუ ბოლნისმაც და თითქმის ყველა რაიონმა ისეთ დონეზე ჩაატარა, ისეთი გულწრფელი იყო თავისი კონცერტები, დამთავრებული ღონისძიებები, ფეიერვერკებით, ისეთ დონეზე ჩაატარა, რომ უკვე სხვანაირი კულტურა დაინერგა, ანუ მუნიციპალიტეტებიც უკვე თანამედროვე ქალაქების დონეზე, ევროპულ ქალაქების დონეზე აკეთებენ ასეთ ღონისძიებებს და რაც მთავარია, შინაარსიანი ღონისძიებებია, რაც მთავარია, ადამიანების ჩართულობა, მათი მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა არის ჩართული და ფაქტობრივად აღმოჩნდა, რომ ჩვენ შეგვიძლია, რომ ვიყოთ და გზა გავყვალოთ ევროპისაკენ, გზა გავყვალოთ სწორედ ოლიმპიური მოძრაობის მეშვეობით. კარგით, ბატონ ალიკო, როგორი იქნება გახსნის ცერემონია? რამდენ შთამბეჭდავი იქნება სანახაობა? რას გვეტყვით? ხო, ნუ იცით რომ ალბათ გაშუქდა ეს არაერთხელ რომ საკმაოდ რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ გასული წლის სექტემბრიდან მუშაობდით ამ ჯერ გამოცხადა კონკურსი თვითონ სცენარზე, შემდგომ ვინ განახორციელებდა ამ ყველაფერს. იყო საკმაოდ სერიოზული კონკურენციაც და საბოლოოდ სამთავრობო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და ქართული კულტურის პალატამ გაიმარჯვა და სწორედ მათზე გაკეთდა არჩევნა და გაიმარჯვა და მათი ერთ-ერთი გამარჯვების ერთ-ერთი მიზანი იყო რომ მათ მოიწვიეს მსოფლიო დონის რეჟისორი, რომელსაც აქვს 2 ოლიმპიური თამაშები გახსნილი, მათ შორის ჩინეთის ოლიმპიური თამაშები, რომელიც იყო ასევე იცით ითვლება ერთ-ერთი საკმაოდ წარმატებულ და გრანდიოზულ გახსნათ ლონდონის ოლიმპიადა და სწორედ ბატონი დევიდი, ვინც არის ჩვენი გახსნის მთავარი რეჟისორი, ის უშუალოდ ბატონი დევიდის დადგმულია სამეფო ოჯახის ქორწილი, ის ასევე მონაწილეობდა რანჯიგის ახალგაზრდული ოლიმპიადის მონაწილეობდა ხელმძღვანელობდა საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტი ყავს მოწვეული, თუმცა ეს სულად არ ნიშნავს იმას, რომ თქვა ჩვენს არ შეეძლო. ნუ რა თქმა უნდა, გახსნა ყოველთვის იცით, მე კატეგორიულად მაქვს აკრძალული ამ თემაზე უფრო საუბარი, იმიტომ რომ ეს არის დამერწმუნდეთ სურპრიზებით დახუნძლული ღონისძიება.
საკმაოდ ისეთი საერთოდ გახსნის ცერემონიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, როგორ აინთება თავარი ჩირაღდანი, რომელიც მერე უკვე მე გეტყვით რომ თუ სადმე ანთებულდა ერთ-ერთი ორიგინალურად აინთება თბილისში და როგორ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არ გვაქვს ამის უფლება. რაც შეეხება დასწრებას. დასწრება იქნება აბსოლუტურად ყველა სპორტულ შეჯიბრებაზე, ყველა არენაზე დასწრება იქნება თავისუფალი. კარგით. ძალიან დიდი მადლობა და ვიწევთ ყველას. გადაგიხავთ გაცემაში მონაწილეობისთვის, წარმატებებს გისურვებთ. წინ ძალიან სერიოზული და მასშტაბური ამბები გველოდება. ესე იგი, სტუდია 4 დასრულებულია. რაც შეეხება ცეცხლს რუსთავში, როგორც უკვე ჩვენმა სტუმრებმა ბრძანეს, 5 საათამდე დარჩება, ასე რომ ვისაც ჯერ არ გადაგიღიათ სელფი, ხვალ 5 საათამდე ცეცხლი რუსთავის მერის წინ იქნება. სტუდია 4 დასრულებულია. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.